სტუდენტია ჩემი დიშვილი, მაგალითად სტუდენტი ბავშვი და 5000-იანი ჯარიმა დაუწერეს აფხაზეთიდან დევნილს. უმამოს, მამა არ აყავს, ობოლია. 21 წლის ბავშვს, რომელიც არ მუშაობს და სწავლობს. და ყველაზე სასაცილო რა იყო, იცით, მისი მისამართი, ფაქტობრივი მისამართი კი თბილისია, მაგრამ იურიდიული მისამართი არის კოჩარა. და ჩვენო ეს ისაო, რა ქვია, ჯარიმაო იურიდიულ მისამართზე გავგზავნეთო, ეუბნებიან. იურიდიული მისამართი სადამ აქ იცითო? ჩაიხედეს. ხო, ისაო, ოჩამჩირის რაიონის სოფელი კოჩარაო. თქვენ იცით მე ესე დამაგიო? ბავშვმა უთხრა. ანუ აფხაზეთი რო იყო, ისე გზავნიდნენ ამას, ხო? აფხაზეთი რო იყო იურიდიული მისამართი, ის არ იცოდნენ. წარმოიდგენთ, ახლა თქვენ რა კადრები ყავთ? აი, კოჩარა რო აფხაზეთი იყო, ის რო არ იცოდა ადამიანმა. იმათთან რა სამართალზე უნდა ილაპარაკო, რა სასამართლოზე უნდა ილაპარაკო, რა ადამიანურ ურთიერთობებზე უნდა ილაპარაკო ზოგადად საერთოდ. და 21 წლის სტუდენტ ობოლ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვს რო უწერ 5000 ლარიან ჯარიმას.